დღეს შემოვიდა ახალი M2 სულ ახალი ნული გარბენით. უნდა გავამზადო ახლა. ძალიან მაგარი ფერია, მეგობრებო, ძალიან მაგარ ფერშია, შეიძლება კამერა კიდევ არ გადმოსცემს ისე. როგორც ხედავთ, ტრაილერის გადასათრევად, ყველგან თავისი ზემოყენია. ყველას რომელიც მოდის ჩვენთან BMW-ში სპეციალური ამორტიზატორებით და სპეციალური დაკიდების სისტემით სპორტულით, აი ასეთი დაწებებული აქვს სარიმისთვის, რომ ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული პადვესკა დაკიდების სისტემა დაბლოკილი არის ტრაილერზე ასაყვანად, იმიტომ არის აი ასე მაღალზე. ეხლა გაჩვენებთ, რაც უნდა გამოვაძროთ, რომ დაიწიოს დაბლა. როდესაც M-ი სულ ახალია, მაშინ აი ესენი უნდა გამოაძროთ, ტრანსპორტისთვის არის, რომ ტრაილერზე არ დაზიანდეს. ახლა გამოვაძრობ, გაჩვენებთ. აი ეს პლასმასე, რომ მაღალზე იყოს აწეული. თითო მხარეს აქვს 3 ცალი, 2 თეთრი, 1 ლურჯი. ახლა მეორე მხარესაც მოხსნი. აი ჩემს კოლეგას მეორე მოყავს თეთრი 3 ლიტრიანი ოღონ არა M-ი. ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში M2 როგორც ნახეთ და ყველაფერი ღია არის, არსად არაფერი დაცული აღარაა უკვე წინ. რადგანაც ბევრი ჰაერი ჭირდება და BMW-ს ფეხებზე კიდია რა დაემართება თქვენს რადიატორებს. ქვემოდან აი ესე გამოიყურება. ამას როგორც ხედავთ გადაცემათა კოლოფზე რკინის კარტერი უყენ. M3-ისგან და M5-ისგან განსხვავებით ამას რკინის კარტერი უყენია გადაცემათა კოლოფზე. ყველაფერი გაძლიერებული აქვს ჩვეულებრივთან შედარებით M-ს და ბევრად უფრო ხარისხიანი არის M-ზე ყველაფერი, ვიდრე ჩვეულებრივ მოდელებზე, ვინც არ იცით რომ იცოდეთ. წინა ჩასაბმელ რკინას და უკანასაც მოხსნით, ამას პატრონს დაუტოვებთ, დაჭირდება დამერწმუნეთ. ხოლო ამას გადავაგდებთ ეს ერთჯერადი არის ქარხნიდან. სალონში მანქანა